ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გაზაფხულივით ლამაზი წყვილი, ელენე ნაჭყებია და ლუკა ჭანიშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი შემყურე ახლა მივხვდი იმ გამოთქმის არს. თვალი მომცა და მაყურებინაო. კარგი რა. რა, კარგი ახლა რამეს ვამატებ თუ ეს აპლოდისმენტები მისი დასტური არ არის თუ რა. მადლობა ყველა. თქვენს ქორწილს, პირდაპირ ქორწილიდან დავიწყებ, მაინც ჩემი სფეროა რა. თქვენს ქორწილს, ესე იგი, სტუმრობდა დაახლოებით 300 კაცი და მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ესე იგი, 300 კაცმა იქეიფა და დანარჩენი მილიონი ადამიანი გაერთო, ხო? ზუსტად მასე იყო შემოსული. გადასარევია, ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ. ისე ბილეთები ხომ არ გაგიყიდიათ ქორწილზე, კონცერტივით იყო მათ. ასე იყო ცოტა ძვირი კარზე თვითონ. გასაგებია და ბილეთები თუ ტიკეტ-ჯიზე და რა. ტიკეტ-ჯიზე, ხო. არა, იქ ვერ მომიფიქრე. მე რას ვაკეთებ, გეკითხათ ჩემთვის. აი, მან დავაშავეთ, რომ არა, უშავს ისეთი მაგარი ქორწილი იყო, მე მგონი თქვენ გაიმეორებთ კიდევაც იგივე შემადგენლობით. ესე იგი, რა მაინტერესებს იცით ზოგადად ქორწილებში ახლა კი იცი, ამიკო, რაზე მიდის ხოლმე მთავარი პაექრობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ანუ ბიჭისა და გოგოს მხარეს შორის. ბიჭი ჯობია თუ გოგოა და აქ მე მგონი ისე იყო დაბალანსებული ეგ ამ თავი რა. გოგო ჯობია, გოგო. არა. გოგო ჯობია, ეს კომპლიმენტია. თქვენ გაიხარეთ, აი ფერი ფერს და მადლი ღბერთსო ამაძია ნათქვამი ნამდვილად. მადლობა. ეხლა ვთქვათ, გავიხსენოთ, როგორც ვიცი, ცეკვისას შეგიყვარდა ელენე. ცეკვისას შემიყვარდა ზუსტად მასე იყო. კი ბატონო, ესე იგი, როგორი სამი საქმე გააკეთა ერთად. დაინახა, იცეკვა და შეუყვარდა. ერთი ნახვით შეყვარება იყო ეს? ერთი ცეკვით შეყვარება ფაქტიურად, ხო? და ელენე, შენც ერთი ნახვით შეგიყვარდა თუ 1 2 3 4 ეს? აი ხო უთხარი როგორც აბა გითხარი ერთი, ორი ნახვით შეყვარება პირველად. აიცა ეს მე ვიცოდი რომ ცოტა მეტი იყო ორზე და. კაი ხო, ცოტა მეტი. არ გამოგიწყდა ჯერ. ერთი იყო ბრუნვის დროს უყურება ერთხელ. რას ნიშნავს მოცეკვავე კაცი რომ არის? ხო. ნუ ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა ჩემი მხრიდან, მაგრამ ნუ მე რო გავიცანი უკვე ლუკა, მე მალევე შემიყვარდა. აჰა, გასაგებია. უკვე გაიგო რა ბიჭი ვიყავი და როგორი ვიყავი და გავიგებინიყო ეგრევე. კი ბატონო, და ეხლა იყო ხოლმე და არის ახლაც გოგონებს გულის ფორმას რაღაცა საწვავით უნთებენ ხოლმე და ძალიან ლამაზი არის ხოლმე და მე მგონი ჩემმა ლუკამ თავის ცეცხლოვანი ცეკვი დაუნთო გული ჩემს ელენეს. და სიმღერა. ორი შეფასება. ახლა სიმღერაზეც მივაქვს, ესე იგი. თქვა მოვთაფლე მე. ხო, ისე რომელი უფრო გამოსდის შენი აზრი და რომელმა უფრო მოგხიბლა? ჩემი აზრით ლუკას ცეკვამ თუ სიმღერა? ორივე ჩემთვისაც ძალიან საინტერესო კარგად პასუხია. გამოსდის. მე ცეკვით გავიცანი პირველად და ეს ბონუსად იმღერა კიდეც, ხო? ხო, ბონუსად ეს სიმღერაც. სიმღერა ჯერ არ ვაჩენდი, ჯერ მაინტერესებდა თუ ცეკვით გამოვიდო და ესე იგი მთელი ძალებით ბოლო, ესე იგი ეგრეთ წოდებული საკონტროლო გასროლისთვის ინახავდი, ხო? კარგია, რას კარგია და ესე იგი იუმორინაზეც მოუხდით ერთად და შენთვის რთული ხომ არ იყო აი ესეთ დიდ ხელოვანებთან დგომა, მაგალითად ჩემს გვერდით დგომა ხომ არ იყო? თქვენს გვერდით დგომა იყო ზედმეტად საპასუხისმგებლო. ეხლა თან ზუსტად თქვენს გვერდით ვიდექი მე მგონი კი, რა თქმა უნდა, მე ჩავაწყე გამბავი. აი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ჯემალს და გია ბაგაშვილს რომ მომსახურა ბატონ ჯემალს და ბატონ გიას რა თქმა უნდა. ამ ხელა ბუმბერას ადამიანებთან ერთად სცენაზე ამ ხელა ფილარმონიაზე მდგარიყავ. და თან ეხლა როგორი შეგრძნება, როდესაც შენზე უფროს პროექტში გამოდიხარ. შენზე მეტი წელი რომ არის სცენა. ძალიან კაი ისტორია და ეგ უნდა მოყვეს. აუცილებლად, აბა გისმენ, მეც არ ვიცოდი ეგ ამბავი გისმენ. მეც არ ვიცოდი ეხლა გავიცოდი. ხო, ნუ იუმორინაზე გაიგო. იუმორინაზე გავიგე დედასგან. თურმე პირველად დედა ჩემი რო იყო იუმორინაზე მე ვიყავი მუცელში. ხო. და მეორე ვიყავდი თურმე ამ ცეკვაზე და სიმღერაზე მთელ ამბებზე რო იყო მე ვურტყავდი მეგს და მეორეჯერ რო იყო ზუსტად ჩემი გამოსვლის დროს იყო 25 წლის შემდეგ. ხო როგორ იყო? ესე იგი, სიმბოლურად დაემთხვა. ფაქტიურად ლუკა ტყილა დაგარქვეს. სხვა რამე რა შეიძლებოდა მან. იუმორინა ხო ესე სახელად? სახელად არ გამოდგება. მაგრამ მეც სახელად დაგჭება მე. ლუკა იუმორინა კარგად. ესე იგი, რა თქმა უნდა,
სიკეთის მეტი რა უნდა გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა რომ მობზანდით ჩვენთან და მინდა რომ მთელი თქვენი ცხოვრება სულ ცეკვა და სიმღერით გაატაროთ, თქო ჩვენი გადაცემიდან დაიწყოთ ეს ამბავი. მადლობა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ელენე ნაწყებია და ლუკა ჯანიშვილი.